2 მარტიდან უქმდება ანტიკორუფციული ბიურო და მისი ფუნქციების სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ეს არის კიდევ ერთი განცხადება შალვა პაპუაშვილის დღევანდელი ბრიფინგიდან. ფორმულა თქვენ რამდენიმე დღის წინ უკვე გიყვებოდათ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებდა, ამის შესახებ კითხვა რაჟდენ კუპრაშვილსაც დავუსვით. მან მაშინ ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ ვიდრე ანტიკორუფციული ბიურო იარსებობდა, მისი ხელმძღვანელიც თავად იქნებოდა. როგორც ჩანს, თანამდებობის დატოვება ახლა მას მაინც მოუწევს უწყების საერთოდ გაუქმების ხარჯზე. ანტიკორუფციულის გარდა უქმდება ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტიც, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. რას ემსახურება ამ უწყებების გაუქმება? ქეთი ნადიბაიძე განაგრძობს ამ თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში. პირველ რიგში დავიწყებ ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმების შესახებ. ქართულ ოცნებაში ამ გადაწყვეტილებას ხსნიან იმით, რომ 2022 წელს, როდესაც ანტიკორუფციული ბიურო შექმნეს, ეს იყო თავს მოხვეული მოთხოვნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. დღეს ამის შესრულების საჭიროებას ბიძინა ივანიშვილის პარტია ვეღარ ხედავს, ამიტომ აუქმებს რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ 3 წლის წინ ევრორეკომენდაციების ნაწილი იყო ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნა, რომელიც ქვეყანაში გახდებოდა კორუფციასთან ბრძოლის, კორუფციის პრევენციის და მისი დროულად აღმოფხრის მთავარი ინსტიტუტი. ქართულმა ოცნებამ ამ რეკომენდაციის შესასრულებლად ცალკე ინსტიტუტად შექმნა ანტიკორუფციული ბიურო, დანიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა, რაჟდენ კუპრაშვილი, თუმცა ამ 3 წლის განმავლობაში რეალურად აღმოჩნდა, რომ ამ ბიუროს საქმიანობა ნაცვლად კორუფციასთან ბრძოლისა ასოცირდება დღეს ქართული ოცნების ოპონენტების დევნასთან. ახლა კი ფორმალობებსაც აუქმებს უკვე როგორც ჩანს ივანიშვილის პარტია და საერთოდ უქმდება ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც გადავა აუდიტის სამსახურში და იქ გარკვეულ სამსახურებად თუ დეპარტამენტებად იფუნქციონირებს და აუდიტის სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაპიტაშვილი, სწორედ ის შეითავსებს ამ ფუნქციებს. ჩვენ ასევე დავინტერესდით დღეს მაგალითად ამ 3 წლის განმავლობაში რასთან ასოცირდება თავად ქართული ოცნებისთვის რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროს მუშაობა და ვთხოვეთ პარტიის წარმომადგენლებს გაეხსენებინათ თუნდაც ერთი ფაქტი სავარაუდო კორუფციული დანაშაულის, რომელიც გამოავლინა ამ ბიურომ, თუმცა გაუჭირდათ პარტიის წარმომადგენლებს ერთი ფაქტის გახსენებაც კი. ის თავსმოხვეული წესები, რომელიც სამწუხაროდ დროთა განმავლობაში ჩვენს ქვეყანაზე პრაქტიკულად ზეწოლი და ძალმომრევობით ხდებოდა ბევრი საკითხის გადაწყვეტა, ბუნებრივია დღეს ქვეყნის სუვერენიტეტი არის იმდენად მყარად, რომ აქვს ქვეყანას მაგის საშუალება დააბრუნოს ყველა ეს წესი კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ქვეყნის ბრძოლა და ქვეყნის ამბიციური მიზნები იყო სამეულში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სრულდება და ყველა ის ქმედება, რომელსაც საკანონმდებლო დახვეწის თვალსაზრისით ახორციელებს ხელისუფლება, სწორედ ამ მიზნით არის განხორციელებული. ეს იყო გარედან თავსმოხვეული, რაღაც დამოუკიდებელი ვითომ შექმნილი ორგანო, თუმცა რეალურად აღნიშნული მიმართულება შევა აუდიტის სამსახურში, დაექვემდებარება აუდიტს და გააგრძელებს ამ ფორმით მუშაობას. კმაყოფილი ხართ ამ ბიუროს მუშაობებით და ამ 3 წლის განმავლობაში? რა ვიცი, მე უნდა ვაფასებდე ამას? მათ შორის. რა ვიცი, ვერ უწუნებ, რა ვიცი. გახსენდებათ, ერთი ფაქტი გახსენდებათ კორუფციული, რომელიც ამ ბიურომ გამოავლინა? ვერ გეტყვით, არ დავინტერესებული ვარ ამით. რატომ არ დაინტერესებთ? იმიტომ რომ ჩემი საქმითა ვარ დაკავებული და საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ეს არის პრიორიტეტი, რას გავაკეთებ დღეს, ხვალ, მომავალში ჩემი ქალაქისთვის და ქალაქელებისთვის. კორუფცია არის თუ არა ქვეყანაში, ეს არ გაინტერესებთ, ბატონო გახა? იმ პირობებში, როდესაც ქართულ ოცნებასაც კი მოუწია იმის აღიარება, რომ ელიტური კორუფცია და არა მხოლოდ ელიტური კორუფცია მისი მთავრობის პერიოდში არის სერიოზული პრობლემა და საზოგადოებამ კარგად იცის ბოლოდროინდელი ფაქტების შესახებ, რომლის თავად გამოვლენა და აღიარება ბიძინა ივანიშვილის პარტიას მოუწია. მიუხედავად ამისა, რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროს საქმიანობასთან არც ერთი ეს ფაქტი არ ასოცირდება, უпростоრად არც ერთი ამგვარი კორუფციული სქემის გამოვლენის ფაქტი არ ასოცირდება. დღეს მაგალითად არასამთავრობო სექტორის
ადამიანებისთვის, რომლებიც მონიტორინგს უწევდნენ მთელი ამ 3 წლის განმავლობაში რაჟდენ კუპრაშვილის უწყების საქმიანობას, ამბობდნენ, რომ ის ასოცირდება სწორედ ქართული ოცნების ოპონენტების დევნასთან, არასამთავრობო სექტორისთვის პრობლემების შექმნასთან, ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის ხელის დაფარებასთან. აი ეს არის ის საქმიანობა, რომელიც აი ამ ორგანიზაციების ანგარიშებში ხდება უკვე 2022 წლიდან მოყოლებული. ისინი ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი არის მსგავსი ფუნქციების მქონე უწყების ცალკე პოლიტიკური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად არსებობა, თუმცა თუ კი ანტიკორუფციული ბიურო უნდა იყოს ისეთი, როგორც ის დღეს არის, ქართული ოცნების და რაჟდენ კუპრაშვილის პირობებში, მათთვის არაფერს სulis ამ ბიუროს გაუქმება და აუდიტის სამსახურში ამ ფუნქციების გადასვლა. არასრული 3 წლის განმავლობაში ჩვენ ნამდვილად არ გვახსენდება არც ერთი კორუფციული, სავარაუდო კორუფციული შემთხვევა, მაგალითად როდესაც ანტიკორუფციული ბიურო მიმართავდა იგივე საგამოძიებო ორგანოს და სწორედ აი ამ მიმართვის საფუძველზე დაიწყებოდა გამოძიება. არათუ არ გვახსენდება ასეთი, ჩვენ გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაც, როდესაც რაჟდენ კუპრაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ მას საეჭვო არაფერი არ შეუნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციებში. ანტიკორუფციული ბიურო რეალურად ახორციელებს არა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებზე რაღაც კონკრეტულ რეაგირებებს, არამედ ის დაკავებული იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში სწორედ სამოქალაქო სექტორის საკონტროლებლად მთელი მისი რესურსი მიმართული იყო აქეთკენ. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ არც ერთი კორუფციული, სავარაუდო კორუფციული შემთხვევა მისი მხრიდან არ არის იდენტიფიცირებული. რაელის რაჟდენ კუპრაშვილს მას შემდეგ რაც ბიურო გაუქმდება, ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერჯერობით ქართულ ოცნებაში ვერ მივიღეთ. ფაქტია, რომ ის ამ ბიუროს ხელმძღვანელი ვეღარ იქნება, გადაიყვანენ თუ არა მას სადმე, ეს ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა საზოგადოებას შევახსენებ, რომ არ არის გამორიცხული ის მყოფილი მაღალჩინოსნების სიას შეუერთდნენ, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის კადრად ითვლებოდნენ და მისი წასვლის შემდეგ მათაც მის კადრებსაც მოუწიათ სახლში წასვლა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ რაჟდენ კუპრაშვილი ამ პოზიციაზე სწორედ ღარიბაშვილის დანიშნულია. გარდა ანტიკორუფციული ბიუროსა, მარტიდან გაუქმდება კიდევ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ასევე ბიზნეს ომბუდსმენი გადავა ეკონომიკის სამინისტროს ფუნქციებში.